რა მინდოდა ამ ხათაბალაში და რისთვის შევქმენი აიფაქტი. ის მინდოდა, რომ საქართველოში ყოფილიყო საგამოძიებო მედია, რომელიც მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით და პროფესიონალიზმით მოამზადებდა მასალებს და მიიტანდა ხალხამდე. ჩემ თანამშრომლებს სულ ვეუბნები, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხის თვალი და ყური. რასაც ისინი ვერ ხედავენ, ის უნდა დავინახოთ და მერე გავაგებინოთ. სულ ამ პრინციპით ვმუშაობთ და ჩვენ საიტს თუ ნახავთ, შეხედავთ, რომ ისეთ თემებს ვაშუქებთ, რასაც სხვა მედიები არ აშუქებენ. ასე გამოვიძიეთ გელათის დაქცევის ამბავი დეტალურად. გამოვიძიეთ რა ხელშეკრულება ჰქონდა მთავრობას გაფორმებული ნამახვანის მშენებელ კომპანიასთან. ასე გამოვიძიეთ თაღლითური კოლცენტრების მუშაობის სქემა. და მაგალითად რუსი ტრანსგენდერი წყვილის გეგმები გურიაში, შუხუთში, სადაც კოსმოდრომის მშენებლობა უნდათ. სინამდვილეში კი რუსეთიდან დაფინანსებას იღებენ და ჩვენზე ინფორმაციას აწვდიან. დღეს ამ ვითარებაში მედიის მართვა არის უდიდესი სტრესი და პასუხისმგებლობა. არ შემიძლია დავნებდე დავხურო მედია ორგანიზაცია, როგორც ეს ქართულ ოცნებას უნდა. რადგან ბავშვობიდან მინდოდა მე გამოძიებელი ჟურნალისტი ყოფილიყავი და თან ახლა ჩემი გუნდის წინაშეც მაქვს პასუხისმგებლობა. ვერ ვუღალატებ ვერც მათ და ვერც ჩვენ საქმეს. ამდენი წელია ვცდილობთ მივიდეთ იმ ადამიანებთან, ვისაც არავინ ესაუბრება. მივიდეთ იმ სოფლებში, სადაც ჟურნალისტი არასდროს უნახავთ. გამოვიძიოთ ის ამბები, რომელსაც სხვა ვერ გამოიძიებს. და მოგიყვეთ გაგაგებინოთ, სად ვინ რას აფუჭებს, რას იპარავს, ვინ იპარავს და ასე შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ვიყოთ თქვენი თვალი და ყური. ოღონდ სანაცვლოდ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ეს კი ჩვენი გვერდების გამოწერით და ახალ საწევრო პროგრამაში ჩართვით შეგიძლიათ. ამ პროგრამით ჩვენი გამოძიებების გარდა სხვა დამატებით პროდუქტებსაც მიიღებთ. მოკლედ, სცადეთ.